წარმოდგენილი პროექტი რაც ეხება Syria მიღებულ ზიანთან შედარებით რაიონმა განიცადა, მაგრამ რაც საშუალება შეშაულ ხელისუფლებას იმით გვეხმარება ევროპატონო თავისუფლების არ არის, ამასაც მადლობა უნდა უთხრათ, მაგრამ ჩემი წინადადება იქნება ასეთი მეგობრებო, რომ ის თანხა, ის მცირე თანხა, ის 177,000 ლარი, რომელიც გამოგვიყო ცენტრალურ ბიუჯეტმა გახარჯული იქნეს თემებში, თითოეულ ამ თემში, როგორც არის ჩალოვანის თემი, čalis თემი, ხორბოვლის თემი და ჯალაურთა, ხომარეთის თემი. ხომარეთის თემი, ფილიქეს მეთქვია, რომ ხომარეთი და ჯალავინად არის დამნეულია. განახმავა გადანაწილდეს იმ თემებში, რომლებმაც მართლა მიიღო ზიანი და მე არ ვუარყოფ, რომ ის ბაღები თუ ჩვენი სახურავი აქვს, თუ გამგეობის გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია ჩაისვას, ამის ბევრი მექანიზმი არსებობს. ამის რემონტი და რეაბილიტაცია სხვა მხრიდან და არა იმ მიზნობრივად გამოყოფილი თანხიდან. რაც შეეხება გვაქვს როგორც ამ დაადის კურატორი მე მოგახსენებ შემდეგს ან კონკრეტულად ესე ვთქვათ აქ რემონტის საუბარი არა და ხაშტაგეცხოს კურამის შეცვლა გვინდა მაშინ მიმართოთ ამ კუთხით იმიტომ რომ სახურავი გადავხადა ბას ის სახურავი ვერ დავაფაროთ ახლა არ გამოვა თავლა შევწყვეტოთ არ იქნება სწორი მეგონი დღეს გამომარეულობა ბაში ბაკონევა შეწყვეტილია წყალი ჩამოდის ამ მდგომარეობაში სწავლა და პროცესი შეწყვეტილია წყალი ჩამოდის ამ მდგომარეობაში შევაკეთო ხო შევაკეთო გასაგებია რომ შევაკეთო სწორედ ამ შეფინდებისათვის ეს გასასაკირო 30,000 ლარი მომისე ერთად დავაფაროთ სახურავი და არ გამოვცოლოთ ხის მასალები ზაფხულზე ხის მასალა შევცვალოთ მე ხომ ნორმალი ხარჯის გაწევა იქნება ამაჟობია ეს შეიძლება ვარი ხის მასალაც და მიზანი მართულად ანუ სწორად დავიდეთ და მე არ დავჭირდეს კიდევ თავიდან გამოსვლა ამ ხის მასალის და მე ვფიქრობ აი ახლა ჯობია რომ გაკეთდეს ვარი რაც შეიძლება მეორე საბავშვო რომელიც აგანტების სახელობისა იქ იცით რომ არქივიდის და იმართის და განყოფილის მასა და შედის ეზოში ამისათვის არის საჭირო თუ კი რამე კონკრეტულად ამ პროექტში გამეცვლება არის საჭირო ამისათვის კომისია არსებობს სპეციალური არსებობს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურები, რომელმაც ეს საკითხები უნდა დააზუსტოს. აბსოლუტურად. რაც იქნება ზემოთი ამოიღო, მაგრამ ისე რომ საერთოდ არ არის საჭირო და ორივე ბაღზე სტიკი მიყენებული ზიანის აღმოსავლურად აბსოლუტურად საკმარისია მიზერი 5,000 ლარი თანხა და არა 71,000, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავცნობილიყავით ჯერ წარმოდგენილი ხართ დავიწყებ შემოგატოვოთ თუ ჩავიხედავთ ჩიგნი უკვე სხვა სურათი გასაგებია მაქსიმუმ ამ შეიძლება გაიცეს მაგაზე დაუმუშავებელი საკითხია თქო შეიძლება ყველანი ვემხრობოდით ბატონი გარდა დანარჩენი ყველა ვემხრობით აი ამ დავითი შენიშვნა იყო ის რომ ბაღები იყოს ამოღებული და ყველა მისი თანხა იყოს გადასროლილი ისევე ჩავარდა ისევე დანარჩენ თემებზე მე როგორც ერთი წევრი და მოქალაქე ვერ მივიღებ ამაში მონაწილეობას იმიტომ რომ თანხები სადაც ცოტა და ხედავ ნიშნებს რომ თანხა შესაძლებელია გაიხარჯოს არამიზნობრივად ამიტომ მოგიწოდეთ ყველა არ დაუჭირო არის ისე საკითხი რომელზედაც პასუხისმგებლობის გადანაწილება დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე რაც ეხებოდა სტიქიის თანხის გადანაწილებას მე ვიყავი წინააღმდეგ. თემში ახლა წამალი ვერ მიგვიწოდებია ხალხისთვის პური და პირველი მოთხოვნილების პროდუქტი და სხვა ნივთები ვერ მიგვიწოდებია და თუ კი მასზე და ვიზრუნებთ და ჩვენ აქ საჩხერეში ვიზრუნებთ სხვადასხვა დაწესებულებების ორგანიზაციების აი ამ სტიქიის თანხით გულისხმობ აი იმის რეაბილიტაციაზე მაშინ მივიღებთ საომავლოდ ძალიან მძიმე შედეგებს რომელიც მძიმედ აისახება თითოეულ თემის მოსახლეობაზე